კვლავ აგრძელებს, როცა ითქმის დღეს, როდესაც მოისმენთ მის ხმას, გაიქვავებთ გულებს როგორც რტვინვისას, ნახეთ, ისევ აწყოზე საუბრობს, ერთის მხრივ აწყოშიც ვართ და ღვთის სიტყვა თითქოს გვესმის, წირვებზე ვართ, ასე შემდეგ, მაგრამ გულს გაიქვავებთ გულებს, რა შემთხვევაში იქვავებს ადამიანი გულს, როცა დრტვინავს. რატო დრტვინავს ადამიანი და გაუგებარია, ხო? კაცო, აქ ვარ, ვისმენ და რატო დრტვინავ? და აი მერე, ნახეთ რა მაგალითი მიყვავს პავლე მოციქულს. ვინ იყო რომ მოისმინა და დრტვინავთ? ანუ ვერ გავიგე, ხო? მე პავლე მოციქული მეუბნება რომ ეკლესიაში ხარ, ღვთის ხმა გესმის, წმინდა წერილიდან, ლოცვებიდან, მსახურებიდან, ასე შემდეგ. გულს გაიქვავებ. მიენდე უფალს და მისინება გამოიძიე და მისინებით იცხოვრე. გაიქვავებ გულს და იქვავებ, იმიტომ რომ დრტვინავ და ვერ გავიგე რატო დრტვინავ? რას ნიშნავს ეს დრტვინავ და გიხსნის. ვინ იყო რომ მოისმინა და დრტვინავ და მაგალითი მოყავს. ანუ ვიღაცები იყვნენ, ვინ შენსავით ისმენდნენ და დრტვინავდნენ. ეს ყველა ხო იმათაგანი იყო, ვინც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტიდან. და გადაყავხარ ძველ აღთქმაში და ძველი აღთქმის მაგალითი მოყავს და ვისაც ეს წაკითხული აქვს, რამდენჯერაც წაიკითხავ მოსეს როგორ გამოყავს ებრაელები, იმდენჯერ გაოცებული რჩები, იმიტომ რომ ღმერთი ისე აჩვენებდა საკუთარ თავს, მათ, რომ ღმერთი მათთან იყო, იმაზე იქით შეუძლებელია და მიუხედავად ამისა. მიუღე პატარა პაუზა, აი დღეს ეჩვენა ღმერთი და აი ზღვა გააპო, იქ ციდან საჭმელი მოვიდა, რაღაც საოცრებები, მზე გაჩერდა, ის უნავე რომ მზე გაჩერდა, რომ ომი მოეგოთ, მზე გაჩერდა, გესმით? არ ჩავიდა მზე, 24 საათი მზე არ ჩავიდა. და მეორე დღეს თუ ისი არ იქნა, როგორც შენ გინდა, იმ წამსვე იწყებ კვლავ დრტვინვას. და დრტვინვას პირდაპირ ღმერთის წინააღმდეგ და ღმერთს ვერ მიწვდები, ვით შეგრჩება ხელში, მოსე იქნება ეს თუ წინასწარმეტყველი თუ ასე შემდეგ. ანუ რას ნიშნავს დრტვინავი გული? დრტვინავი გული არის ის გული, რომელიც ღვთისნებას არ ემორჩილება, არც გამოიძიებს და გამოძიებულ შემდგომ თუ გამოიძია, მაინც არ ემორჩილება. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, არ არის საკმარისი ლიტონი რწმენა, რომელიც მოგვეცა წყალობით, არ არის საკმარისი ეკლესიაში მყოფობა, არამედ ვიყოთ ფრთხილნი, რომ ღვთისნებას არ ვეწინააღმდეგებოდეთ, ამისათვის გამოვიძიოთ ღვთისნება, შევიყვაროთ ღვთისნება, შევიტკბოთ, იგი როგორც ჩვენთვის, ჩვენი ყოფიერების მყუდრო ნავსაყუდელი, იმიტომ რომ ცხონება და გადარჩენა არის ღვთისნების წიაღში მყოფობა. სხვა გადარჩენა და სხვა სიცოცხლე არ არსებობს. ამინ.